ხმათა უმრავლესობით ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე ქართული ოცნების ის პირველი ნომერი და მთავრობის აპარატის ყოფილი თანამშრომელი სულხან ოქროპირიძე გახდა. ის დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. უფრო ცლად ქობულეთიდან ქეთი ჭყონია ისაუბრებს, ქეთი როგორ მიმდინარეობდა მესამე მოწვევის საკრებულოს ხდომა და ესწრებოდა თუ არა პირველ შეკრებას ყველა დეპუტატი. დღევანდელ საკრებულოს ხდომას 35 დეპუტატის ნაცვლად 34 წევრი ესწრებოდა, როგორც საკრებულოს წევრები აცხადებდნენ, გულად ხილაიშვილი პირველ ხდომას საპატიო მიზეზის გამო ვერ დაესწრო. რაც შეეხება პირველ ხდომას, შეიძლება ითქვას, რომ ხარვეზების გარეშე ჩაიარა, თუმცა დეპუტატების მხრიდან იყო პრეტენზიებიც და შენიშვნებიც. რა მოლოდინი აქვს 28 წლის საკრებულოს თავმჯდომარეს და როგორია დეპუტატების მოლოდინები, ნახეთ დეტალები ჩვენს რეპორტაჟში. საკრებულოს 23 წევრმა ხმამისა კანდიდატ სულხან ოქროპირიძეს. 27-ის წინააღმდეგ ხმათა უმრავლესობით დეპუტატებმა ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარედ სულხან ოქროპირიძე აირჩიეს. იგი კოალიცია ქართული ოცნების პროპორციული სიის პირველი ნომერი იყო. ახალი მოწვევის საკრებულო იქნება ქმედითი, ეფექტური და მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებული, აცხადებს ოქროპირიძე. ამით გარანტად კი მას საკრებულოს მრავალპარტიულობა და დეპუტატების გამოცდილება მოჰყავს. დღევანდელ ხდომაზევე აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. ამ თანამდებობაზე კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენელი ეროვნული ფორუმიდან ნუკრი ბეჟანიძე დაინიშნა. საკრებულო იქნება გამორჩეული, ეფექტური და თითოეული ადამიანი, რომელიც მოხვდა საკრებულოში და მიიღო მოსახლეობის დობა, ვფიქრობ იქნებიან აქტიურები, ეფექტურები და იმ პრობლემებზე, რომლებიც ჩვენ რაიონში არსებობს, დაწყებული წყლის პრობლემებით ცალკეულ სოფლებში, ინფრასტრუქტურული პრობლემებით და სხვა ის საკითხები, რომლებიც აწუხებს ჩვენს ქობულეთს, ამასთან დაკავშირებით იქნებით უფრო ეფექტურები და ის ფუნქცია, რაც საკრებულოს აქვს დაკისრებული, რომ ახორციელოს კონტროლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და იყოს, ასე ვთქვათ, მეთვალყურე იმ ყველა პროცესებისა, რომელიც მიმდინარეობს, ამაში აქტიურად იქნება საკრებულო წარმოდგენილი. პრინციპული და სამართლიანი ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატებს იმედი აქვთ, რომ თვითმმართველი ორგანოს ხელმძღვანელი სწორედ ასეთი იქნება და ერთად გუნდურად იმუშავებენ. იქნება ჯანსაღი აზრი, კონკურენცია, კრიტიკა, მათ შორის ისევ შიდა გულისხმობ ოცნების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს შორისაც, რადგან ჩვენ არ ვაპირებთ დავემსგავსოთ წინა ხელისუფლებას, რომელიც ერთპიროვნულად ღებულობდა გადაწყვეტილებებს და მზად ვართ ვიყოთ ქობულეთელი ხალხის სამსახურში. რომ ჩვენი ახალდარჩეული საკრებულოს თავმჯდომარე უნდა იყოს პრინციპული, რა თქმა უნდა იყოს, უნდა დაიცვას კანონიერება, უნდა დაიცვას, რა თქმა უნდა ამომრჩევლებთან, პირველ რიგში ამომრჩეველთან ურთიერთობა უნდა განახორციელოს. მინდა დარბაზში გამოთქმულ აზრს გამოვეხმაურო, რომელიც არის წინა საკრებულოს არაეფექტურობასთან დაკავშირებით. პრეტენზია პირველ ხდომასთან დაკავშირებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გამოთქვეს. მათ არც ფარულ კენჭისყრაში მიუღიათ მონაწილეობა და არც წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელის პოსტზე დაუსახელებიათ თავიანთი კანდიდატურა. იგივე პოზიცია დააფიქსირეს საკრებულოს სხვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც. შეეხება კანდიდატის არ დაყენებას ჩვენსგან ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან ვფიქრობთ, რომ აზრი არ ქონდა ჯერ ერთი რომ ხდომის წამყვანი პირები ისე სწრაფად ასახელებენ და ისე ეჩქარებოდათ კანდიდატის წამოყენება, რომ ვერც მოასწრებდი სიტყვით გამოსლის და აზრის გამოხატვის უფლებას. შემდეგ კი არ ქონდა ჩვენ ვფიქრობთ აზრი, გამომდინარე იქიდან, რომ უმრავლესობაში ქართული ოცნების წარმომადგენლები არიან, რადგან ამ ხალხს აქვს პრეტენზია დემოკრატიული მმართველობის და ასე შემდეგ და ისინი თავიანთი აზრით არ უნდა დაემსგავსონ წინა მოწვევის საკრებულოს. ჩვენ ვფიქრობდით, რომ მოადგილედ მაინც დაასახელებდნენ რომელიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს. დღევანდელი დღე იყო ფორმალური მხარე, რაც მთლიანად ქართული ოცნების სცენარით ჩაიარა, რომელიც გუშინ და გუშინ წინ იყო მათ მიერ დადგმული. რაც შეეხება წარმომადგენლობითი ორგანოს ყოფილ თავმჯდომარეს, ელგუჯა ბაგრატიონმა სამუშაო ოთახი უკვე გაათავისუფლა. ახალ საკრებულოში ახლა უკვე რიგითი დეპუტატის რანგში ელგუჯა ბაგრატიონი მის შემცვლელ წარმატებებს უსურვებს. ოთახი უკვე დაცლილი მაქვს, დილით უკვე დავცალე 10 საათზე, სანამ ხდომა დაიწყებოდა, გავათავისუფლე კაბინეტი, დაუწმე ახალ თავმჯდომარეს. მინდა უსურვო წარმატებები, მე ვფიქრობ ჩემი თავმჯდომარების პერიოდში ნორმალურად ქობულეთის ინტერესებს ვიცავდი მაქსიმალურად და მინდა რომ მომავალ თავმჯდომარებას ინტერესები ქობულეთის მოსახლეობის გააჩნდეს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულო 35 წევრით დაკომპლექტდა. მათგან 20 მაჟორიტარული, ხოლო 15 პროპორციული სიით შევიდა. საკრებულოს 35 დეპუტატს შორის 5 ქალბატონია.
დღის წესრიგიდან დეპუტატებმა დღეს კომისიების შექმნისა და თავმჯდომარეების არჩევის საკითხი ამოიღო, სწორედ აღნიშნულ საკითხს მოყვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პრეტენზიები, თუმცა როგორც ჩემთვის არის ცნობილი, უახლოეს დღეებში ჩაინიშნება რიგგარეშე სხდომა, სადაც აღნიშნული საკითხის განხილვა მოხდება.